შტურვალთან მისი აღმატებულება ზის. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, სამეფო ოჯახის წევრი და კულტურის, ახალგაზრდობის და სოციალური განვითარების მინისტრი ნაჰაიან ალ-მაბარაკ ნაჰაიანი, რომელიც ჩვენი პირადი მასპინძელია. შვიდი გაერთიანებული საემიროს 83,600 კვადრატულ კილომეტრზე შეიხის გადაადგილების საშუალება ძირითადად ვერტმფრენია. ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. ნავთობითა და გაზით ყველაზე მდიდარი საემირო აბუ-დაბია. ამიტომ დედაქალაქიც აქ დაარსდა და აბუ-დაბის ემირთა ნაჰაიანების დინასტია ქვეყანაში ყველაზე გავლენიანია. საემიროების პირველი პირი, ანუ პრეზიდენტიც სწორედ ნაჰაიანთა შტოდანაა. შეიხი ზეციდან გვათვალიერებინებს ცათამბჯენებით მოჭედილ აბუ-დაბის და მის ირგვლივ მდებარე კუნძულებს, რომელიც მალე დუბაის სასწაულის რეკორდს მოხსნის და 300-მდე ბუნებრივი და ხელოვნური კუნძული მატერიკს ხიდებით და ესტაკადებით დაუკავშირდება. ჩვენს უკან არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ-დაბია. აბუ-დაბის სასწაული ჯერ კიდევ წინ არის ნავთობით მდიდარი ქვეყნის დედაქალაქი დუბაის მსგავსად ცათამბჯენებით უნდა მოიჭედოს. თუმცა სანამ ცათამბჯენების აშენებას ისწავლიდნენ ჯერ კიდევ 45 წლის წინ, აი ასეთ სახლებში ცხოვრობ. მსოფლიოს ყველაზე ცხელი სახელმწიფო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა სულ რაღაც 45 წლისაა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოსახლეობა ზღვისპირა ზონებში ან ოაზისებში ცხოვრობს. 4 მილიონიდან ადგილობრივი მხოლოდ 900,000 არაბია. ყველა მათგანს ჯერა ლეგენდის, რომელიც დედაქალაქის დაარსებაზე გვიყვება. ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე. უდაბნოდან ანტილოპების ჯოგი გამოიქცა, რომელსაც ბედუინები მოსდევდნენ. მოულოდნელად ცხოველთა რემა გაჩერდა და წყალი დალია. ასე აღმოაჩინეს ახალი კუნძული და ახალი ოაზისი. სწორედ იმ ადგილას ბედუინებმა ქალაქი დაარსეს და აბუ-დაბი დაარქვეს. ქალაქი, რომელიც შუა საუკუნოვანი ეპოქიდან 21 საუკუნეში აღმოჩნდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პოლიტიკური, სამრეწველო და ფინანსური ცენტრია. აქ ქუჩაში ნაგვის დაგდებისთვის ჯარიმა გემუქრებათ, ნარკოტიკების შეტანისთვის სიკვდილი. უპატივცემულობაა შემოთავაზებულ ყავაზე და ჩაიზე უარის თქმა და ყავას განსაკუთრებული მძაფრი გემო და თვისებები აქვს. კიდევ ერთი თავისებურება მისალმების ტრადიციაა. სპარსეთის ყურეში ასე მხოლოდ ბედუინების შთამომავალი მამაკაცები ესალმებიან ერთმანეთს მეგობრობისა და დიდი პატივისცემის ნიშნად. საკმაოდ დატვირთული ვარ, ბევრს დავდივარ, რადგან მომწონს ვიყო იქ, სადაც ჩემი ხალხია. ეს ბედნიერებას მანიჭებს. ვიცი, რომ თქვენს ტრადიციული და სტუმართმოყვარე ქვეყანა ხართ. მე 3 ვაჟი მყავს და მათთან ერთად ხშირად ვიზიარებ ჩემი ხალხის ბედნიერებასა და მწუხარებას. ჩვენ ახლა უდაბნოს თავზე მივფრინავთ შეიხ ნაჰიან ალ-ნაჰიანის პირადი ვერტმფრენით ორ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. შეიხმა თავისი მეგობრის ხსოვნას უნდა მიაგოს პატივი, შემდეგ კი ასევე მეგობრის შვილის ქორწილს უნდა ვესტუმროთ მის უახლოეს გარემოცვასთან და პრინც მუჰამედთან ერთად. ეს 6 სხვადასხვა ღონისძიება მაქვს დაგეგმილი. ჯერ ჭირის უფალთან მივდივარ, შემდეგ კი ქორწილში. ჩვენი ტრადიციების თანახმად ქორწილში მხოლოდ მამაკაცებს ვეპატიჟებით. ზეიმი 3-4 დღე გრძელდება. ქალები ცალკე არიან, მათ ვერ გადაიღებთ. დედოფალს სიძე მხოლოდ ქორწილის დასრულების შემდეგ შეხვდება. გრანდიოზული ქორწილისთვის თვალის შევლება მხოლოდ თვითმფრინავიდან მოვახერხეთ. აქ ქალები არ დაიშვებიან. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ შეიხს გამონაკლისის დაშვება ვთხოვეთ. მანაც ტრადიციებს და სტერეოტიპებს გადაუხვია და საგანგებოდ გამოვეწყეთ ძვირფას არაბულ ხიჯაბებში. ასე შევძელით გვენახა ემირატების უპატარძლო ქორწილი. აბუ-დაბიში პრეზიდენტის
სასახლეში ვიმყოფებით. უპატარძლო ქორწილი აქვს, როგორც წესი ქალები არ ესწრებიან, თუმცა სპეციალურ ტანისამოში გამოგვაწყეს ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს და შეიხის პატივისცემით სუფრაზეც კი მიგვიწვიეს. შეიხის უფროსი ვაჟი პრინცი მუჰამედი მისი გვარის სწორად წარმოთქმას მასწავლის. სხვათა შორის მას ჯერ ქორწილი არ ჰქონია. მამის ბიზნესს აგრძელებს და ემირატებში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ის ისევე როგორც მამამისი და მისი ძმები 11 წლიდან ლონდონში იზრდებოდნენ და ემირატებში მხოლოდ ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიღებული განათლების შემდეგ დაბრუნდნენ. მისი აღმატებულება შეიხი ალ-ნაჰაიანი 25 წელი საემიროების უმაღლესი განათლების მინისტრი და 2 უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. Strength of a country will depend on the people, definitely. People create wealth. ვფიქრობ, რომ ხალხი ქმნის ქვეყანას და კაპიტალი არის მომავალი თაობა. ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება განათლებაზე. სწორედ ეს აძლევს ქვეყანას განვითარების ძალას. 10 წელიწადში ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული ნავთობზე. ჩვენ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ეს არის ის, რაც უნდა განვითარდეს. უდაბნოშიც კი. ამ იდეალების რეალობად ქცევა არ გაუჭირდება ქვეყანას, რომელიც იმდენად სერიოზულად დაორიენტირებული განათლებაზე, რომ საემიროების ყველა დიდ ქალაქში მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლების ფილიალები დააარსა. ნაჰაიანის მინისტრობის დროს გახსნილ სორბონოსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში სასწავლებლად არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო სტუდენტებიც ჩამოდიან. შანსი ხელიდან არ გავუშვით და NYU აბუ-დაბის ვესტუმრეთ. სხვებთან ერთად 800-ზე მეტ სტუდენტ შორის 2 ქართველიც სწავლობს. ჩვენი აბუ-დაბიში ყოფნის დროს სამწუხაროდ ისინი უნივერსიტეტში არ იყვნენ, მაგრამ სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი გვარად ადეიშვილია. ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები 200-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. ამ ადგილის უნიკალურობა სტუდენტების სელექციაშია, პლატფორმა ღია ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ ისწავლოს. შეიხი ნაჰიანი ქვეყნის სწორედ ამ კუთხით განათლების ძლიერი კერებით განვითარებას ცდილობდა და ამიტომ უნივერსიტეტში არის უძლიერესი ბაზა ყველა ფაკულტეტზე. Jump in first with your idea. აბუ-დაბიში ნიუ-იორკის უნივერსიტეტი იმაზე უფრო თანამედროვე და აღჭურვილი ვიდრე თვითონ ნიუ-იორკში. იქაური ლექტორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევარები არიან. ეს იდეების ლაბორატორიაა, სადაც საინჟინრო და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობენ. Rodrigo, how's it going on the server? Have you got როდრიგო, როგორ მიდის შენი იდეების რეალიზება? როდრიგო კოლუმბიიდანაა, სოფია რუმინეთიდან. აქ კარგ გამოცდილებას იღებენ. მათი ლექტორი მეტ კროუ კი ამერიკელია. ის ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა და 1 წელია NYU აბუ-დაბიში საინჟინრო დიზაინს ასწავლის. გვიჩვენებს მისი სტუდენტების მიერ შექმნილ მოწყობილობას, რომელიც ტექნიკურად ისეთი დატვირთულია, რომ უპილოტო თვითმფრინავის ფუნქციასაც შეითავსებს. ჩვენი ლაბორატორიისა და ფაკულტეტის სტუდენტები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ დიზაინსა და ინჟინერიაში. მათ გამოიგონეს განათების დიზაინი, რომლითაც უკვე შენობებს ანათებენ. აი ეს ხელსაწყოა, რომელიც ჰაერის ხარისხის დონეს განსაზღვრავს და უკვე ბევრ სასახლეშია დამონტაჟებული. სტუდენტებისთვის ყველაზე წვრილმანი დეტალებიც კი ხელმისაწვდომია. ჩვენ მათთვის შესაძლებლობები მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი მივიღოთ. განათლებამ ამ ქვეყანაში ბიზნესის ისეთი განვითარება შეძლო, რომელსაც ეკონომიკაში ცხელი ქვიშის ამბური უწოდეს. გაზეთა და ნავთობით მოპოვებული სიმდიდრე შეიხებს მხოლოდ საემიროებში არ დაუპანდებიათ. ჩვენი მასპინძელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ინვესტორია ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების და მშენებლობის ბიზნესში. ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და საქართველოში ის დაბი ჯგუფის სახელით ოპერირებს. შეიხი ნაჰაიანის ინვესტიცია საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი ბანკი არის ერთ-ერთი სტაბილური და ძლიერი ბანკი საქართველოში. ჩვენი გეგმები საქართველოში არ გაჩერდება ამ დონეზე. ჩვენ გსურს წლიდან წლამდე მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თქვენს ქვეყანაში. ქართული ბანკი, რომელსაც აბუ-დაბის შეიხები ფლობენ, კორ სტანდარტ ბანკია. ამიერიდან მას ტერა ბანკი ჰქვია. შეიცვალა მისი კონცეფცია, მიდგომები, ლოგო და ფერი. რებრენდინგის შემდეგ ტერა ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული და თქვენი ფინანსური სახლის ფუნქციას შეასრულებს. რაც შეეხება ჩვენ სახელს, ტერა ბანკი ბევრი სხვა სახელიდან შეირჩა და ნიშნავს ტერა ლათინურად ნიშნავს მიწას, ნიადაგს და ასოცირდება მიწაზე მყარად დგომასთან, სიმყარესთან.
მეორე მნიშვნელობაც აქვს ამ სიტყვას, ეს არის 10-12 ხარისხი, რაც ჩვენთვის ასოცირდება ჩვენს გრძელვადიან მიზნებთან და ჩვენს ამბიციებთან. ალბათ შეამჩნევდით, რომ აქ გარემო უდრო სახლისთვის დამახასიათებელი არის, ყველა დეტალი კლიენტის კომფორტზე არის გათვლილი. თუმცა არ გვინდა რომ მარტო ვიზუალმა გადმოსცეს ეს სახლის განცდა. აქ ყველაფერი არის თანამშრომლის დამოკიდებულება, საკომუნიკაციო ენა, პროდუქტების დიზაინი, მომსახურების სტანდარტები, ყველაფერი ამ სახლის კონცეფციაზე არის აგებული. სახლი არის ის გარემო, რომელშიდაც დაცული ხარ, რომელშიდაც თავს კომფორტულად გრძნობ, რომელშიდაც სიამოვნებს ურთიერთობები. ვფიქრობთ, რომ ეს კონცეფცია ეხმარება კლიენტს კომფორტულად იგრძნოს თავი და დაგვინახოს როგორც პარტნიორი და არა უბრალოდ როგორც ფინანსური ინსტიტუტი, სადაც რაღაც თავის ფინანსურ საჭიროებებს იკმაყოფილებს. ბანკში, რომელიც სახლს გავს, მალე ჩამოვა ტერაბანკის მთავარი აქციონერი შეიხი ნახაიანი. დაბიჯ ჯგუფი ზაფხულში სასტუმრო მილენიუმს გახსნის. შეიხი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თბილისის გარდა ინვესტიციების ჩადებას ბათუმშიც გეგმავს. ის საქართველოს კარგად იცნობს და აქეთ გვიყვება ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. I enjoy visiting Batumi. მომწონს ბათუმი. არაჩვეულებრივი ადგილია ტურისტებისთვის. უნიკალურია საქართველო. ერთ დღეში შეგიძლია ზღვაში იბანაო და შემდეგ ახვიდე მთაში და ისრიალო. ფიქრობ ჩვენი ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარებაზეც. სანამ შეიხი საქართველოში გვესტუმრება, ის ჩვენ გვმასპინძლობს თავის ეგზოტიკურ და მდიდარ ქვეყანაში. მას თავისი 2030 აქვს, რომლის მიხედვითაც აბუ-დაბი 2030 წლისთვის უკან მოიტოვებს დუბაის სასწაულს, რომელიც დღეს მსოფლიოს თავისი განვითარების ტემპებით და უახლესი ტექნოლოგიებით აგებული ცათამბჯენებით აოცებს.